წმინდა ანდრიას ხსენების დღეს არფის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც აღნიშნეს გარდა ანდრიაევისა შეხვედრაზე სამად ლაწმინდაძე ისაუბრეს სარწმუნოებისთვის დაღუპული სამასილაძე მებრძოლი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მათ ხსენების დღე 12 მაისი დადესდა. ერთ-ერთ თაძი დავანაკებლის სამასილაძე მეომარი მტერმა შეიპყრო მათ ტყვეებს ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება აღუთქვეს. თუმცა ლაძებმა სარწმუნოებისთვის სიმტკიცე გამოიჩინეს, რის გამოც სამასივეს თავები მოკვეთეს. ამის შემდეგ ამ ადგილს დუდიკვეთა ანუ თავისკვეთა უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებულ მდინარესაც. 12 მაისი არის აგრეთვე სამასილაძე მხედრის მღვდლის ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმანთაგან წამებულ ლას მოწამეთა ხსენების დღე. და ჩვენ ამ დღესასწაულს ვზეიმობთ ყველას ულოცავს საქართველოში მცხოვრებ, ყველა ქართველს, ყველა ქრისტიანს ანდრიობის ბრწყინვალე დღესასწაულს. პაპათისა და დუდიკვათას მთაზე 300 ლაზი წმინდანი ეწამა სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის. საქართველოს წმინდა სინოდმა ეს 300 წმინდანი ლაზი წმინდანად აღიარა, დაიწერა კონდაკი, ჯვარ ტოპარი, დიახ, ხატი დაიწერა და დღევანდელი დღე, ანდრია პირველწოდებულის დღე დაუკავშირა 300 ლაზი წმინდანის დღეს.